სურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გრძელდება ამ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და როგორც ჩანს განსაკუთრებული სამიზნე არის ლელო ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ დღეს ერთდროულად სინქრონიზირებულად ჩვენი პარტიის სამი მნიშვნელოვანი წევრი დაკავებული იქნა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაუგებარი მიზეზებით. მე მინდა აღნიშნო, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება ვერ აგვაღებინებს ჩვენ ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმისთვის. მე მინდა რომ აქვე განვაცხადო, რომ გარდა იმისა, რომ დღეს დაკავებული იქნა უკანონოდ ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ჩვენთვის ცნობილი, ეხლა ცნობილი ინფორმაციით ასევე განხორციელდა შესაბამისი დევნა სხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბექა პაპაშვილის მიმართ და სავარაუდოდ სხვა პირების მიმართ. ხელისუფლება, რომელიც არის შესული ჩიხში, ხელისუფლება, რომელიც არის მოქცეული სრულ იზოლაციაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მძიმდება საერთაშორისო წნეხი, ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ხელისუფლება, რომელიც უკვე შეჭმულია შიდა კლანური გარჩევებით და მათ შორის ვხედავთ, რომ უკვე კვლელობის მცდელობაზე არიან გადასული ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ჩანს ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას. ჩვენ თქვით, როდესაც დააპატიმრეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს, ვერაფერი ვერ აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი მაქვს, როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ყველა ჩვენი თანაპარტიელისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, რომელიც იქნება ევროპული სახელმწიფო, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს. რომ ეს ბრძოლა არ შეჩერდება არც ერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროვებას, სამართლებრივ დევნას და ჩვენს დაშინებას. ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ გაძლიერებით ჩვენი ბრძოლის და მხოლოდ ერთიანი ფრონტის შეტევით ამ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და დავასრულებთ იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს უკლებლივ.